ადამიანურადაც ხო ხედავთ რომ აქვთ გავარტყველანი ერთმანეთის გვერდიგვერდ. პოლიტიკოსებს დალანძღული ყავს ყველას ერთმანეთი იცოცხლე, ჩემპიონატი ქონდა და ქონდა აღარ გვაქვს. ქონდა ამაში აბავინ უფრო ხმამაღლა მივაყენებდით ერთმანეთს შეურაცხყოფას. ეხლას დიდად არ გვეხატება ერთმანეთი გულზე კაცო, გულზე ხელი დავიდოთ, მაგრამ იმ ძალებმა, იმ 4 პოლიტიკურმა პარტიამ და კოალიციამ, რომელმაც გადალახა ბარიერი, ჩვენ ვალდებულები ვართ ამ ბრძოლაში ვიყოთ ერთმანეთის მხარდამხარ, ერთად შეკრულები, ერთ მუშტად შეკრულები. იმიტომ კი არა რომ ვიღაცა შემიყვარდა, ან ვიღაცა შეუყვარდი. საქართველოს ჭირდება ასე. ჩვენი საერთო ბრძოლა ჭირდება საქართველოს. ეხა ერთ ამბავსაც ვიტყვი. გუშინ უსაყვედურე მე გახარიას პარტიის ერთ-ერთ წარმომადგენელს ცოტა უკმეხად გამომივიდა, არ მინდოდა, მაგრამ გადაღლილები ვარ დაკანცულები და ცოტა ისე ზედმეტად ემოციურად გამომივიდა. არ ვიცი აქ არის თუ არა გახარია. ყოველ შემთხვევაში ძალიან ვაშკაცი ბიჭი დგას მის გვერდზე, ლევან გოგიჩაიშვილი და ის დავინახე რომ აქციაზე ნამდვილად არის. მე მინდა გახარიასაც უთხრა კაცურადაც და ადამიანურადაც. აქედან მილანძღია იცოცხლე არც თუ უსაფუძვლო 20 ივნისი დღემდე ვერ მომიხარშია. ახლა არ არის ერთმანეთის წყენების რაღაცა გახსენების დრო. აქ უნდა ვიდგეთ ყველა. პრანჭვის დრო არ არის, ერთად ბრძოლის დრო არის. ამათ რო დავამარცხებთ, მერე დავერიოთ კაცო, მაგაში კი ვარ სოფლიო ჩემპიონები ერთმანეთის ლანძღვაში. არჩევნებს რო დავანიშნინებთ, მერე ვიკამათოთ, მერე ვიკინკლავთ, მაგრამ ახლა ჩვენ თავში უნდა მოვძებნოთ ძალა, რომ ჩვენ წყენებზე, ჩვენ ჯავრზე, ჩვენ ბოხმაზე მაღლა დავდგეთ. ერთმანეთს ხელი ჩამოვართოთ, იმიტომ რომ საქართველო არის განსასწრელში და ყველამ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი საქართველო. და ბოლოს, არ მინდა სხვების დრო წავიღო, ბოლოს აგერვდე ფიც 46 წლის ბიჭი ვარ. ერთი წამი მაცა, ერთი წამით. 46 წლის პატარა აღარა ვარ და აქ რო რავი ფეხი რო ავიდგი და რაღაცების აღქმა დავიწყე 1000 ჯერ, 100,000 ჯერ ჩემზე მაგარი ხალხი უძღვებოდა აქ მიტინგს. ორიულოვაშიანი კაცი იყო, მაგათ სახელს და ხსოვნას ენაცვალე. მე რა კოსტავა და ზვიად გამსახურდია. ეს რუსები გვეუბნებიან რომ მათი ბრძოლა რასაც სიცოცხლე შეწირეს ორივემ, რისთვისაც სინამდვილეში ორივე მოკლეს, თურმე ამაო ყოფილა. რომ ისევ რუსეთში უნდა წაგვათრიონ თურმე, მაგრამ ვერა, აი ფიც რაზე ვდებ. არ დავბადებული ვარ მე არც პოლიტიკოსად და არც ვაპირებ სიკვდილს პოლიტიკოსად, არც პარლამენტის წევრად დავბადებული ვარ და არც მასე ვაპირებ სიკვდილს, მაგრამ მე დავიბადე ქართველად და ვაპირებ რომ მოვკვდე ქართველად. და მინდა მე მაგის მჯერა, რომ აი ზემოთ რო ავარ გიორგი ანწუხელიძე რო დამხვდება, შინდისის გმირი ხელყუმბარა რო გახსნა, ალეკო ონიანი რო დამხვდება და ჩვენი მაგარი წინაპრები რო დაგხვდებიან, მინდა რომ თავდახრილი არავიდე და არ შევხედო თვალში. მეც მეშინია, რა თქმა უნდა, არც მე ვარ დარწმუნებული ბოლომდე, მაგრამ ენაცვალოს საქართველოს ჩემი სიცოცხლე. თუ საჭიროა რომ მოვკვდე ამ დღეებში, მე მზად ვარ რომ მოვკვდე. სულ როცებაში სული ამომხატონ, ენაცვალოს ჩემი დავი საქართველოს. არ დავიხე უკან, არ შეშინდე, გამაგრდით, ამ კარაკუცებს ვაჩვენოთ საერიამა.